ზიარეთ ერთმანეთს, დავამთავრეთ დოკუმენტების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. ცნობიერება, ხარიბება, მნიშვნელოვანი პროექტია და რაც უფრო გაფართოვდება. მაგაც არის ერთის კუთხე, თქვენ გარდა იმისა, სამშობლოს საფუძველია სამხედრო საქმის გაკვეთილის მოსწავლეების ედგილაკზე და დამატებით ეს მონაწილე დაემატება, მაგრამ თუ ამ წუთას უკვე უნდა ახალგაზრდებს საზოგადოების წევრები პატრიოტული შევინახოს და შევა. ესე იგი სერგი ყველამ კარგად ვიცით და გააზრებული გვაქვს მნიშვნელობა. ვისაც დამსახურება აქვს სამშობლოს წინაშე უდიდესი ცოდნაობას გვერდზე არის. ამიტომ ძალიან საამაყო საქმეა. მადლობა. შერჩეული კანდიდატები გადიან მომზადების პირველ ეტაპს, რომელიც უშუალოდ არის ორგანიზებული მასალებელთა სახლის მიერ. ამ ეტაპის გავლის შემდეგ კონკრეტული კანდიდატები გაივლიან მომზადებას, რომელიც იქნება თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული და ორივე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი შეძლებენ ჩართვას კონკრეტულ პროექტში, საჯარო სკოლებში საგან სამხედრო საქმის სწავლებას. ტრენინგ კურსი არის 20 საათიანი და გამიზანია მისი, რომ მომავალმა სამხედრო საქმის მასწავლებლებმა შეძლონ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში. პროგრამა არის ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი, ვეცნობით საჯარო სკოლებში არსებულ თანამედროვე მიდგომებს. პროექტი იქნება ძალიან წარმატებული და სასარგებლო როგორც საჯარო სკოლების უფროს კლასელებისათვის, ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისათვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც აქ შეძენილ ცოდნას ჩვენ გამოცდილებასთან ერთად გაუზიარებთ უფროს კლასელებს.